განვითარების და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს. მოკლედ საარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად დაიწყო 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება გამარჯვებას აპირებს. რა იქნება მიზეზი, რომელსაც რადიკალები დაასახელებენ, როგორ ფიქრობთ, რომ საარჩევნო პროცესში ჩაერთონ? იქნება თუ არა ეს რაიმე სახის დათქმის მაგვარზე საუბარი, თუნდაც ევრობიუროკრატების მხრიდან ზოგადად ხომ მაშველი რგოლია რადიკალებისთვის ბრიუსელში კონცენტრირებული ელიტა. ერთი სიტყვით, რა პოლიტიკურ სურათს მივიღებთ ოქტომბერში, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, არჩევნები ახლოვდება. ოპოზიცია გაურკვევლობაში არის, ამასთან დაკავშირებით ეს გაურკვევლობა გამოწვეულია იქიდან, რომ მათ ძირითადად გარე კარნახით იცხოვრეს, იმოქმედეს ის მანდატები, რომელიც ხალხმა მიანიჭა მათ პარლამენტში, გესმით 150 კაცი ამ პარლამენტში 61 ადგილი ჰქონდათ და ადგენს და ესე გაანიავეს. ამიტომ ეხლა არ იციან რა ტაქტიკა აერჩიონ. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ დგება საკითხი თუ არჩევნებში ისედაც აპირებდით მონაწილეობას, ისედაც ამ ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში მოგიწიათ, ასე ვთქვათ, ცხოვრების გაგრძელება, რატო ტოვებდით იმ მანდატებს, რომელიც ჩვენ მოგანიჭეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის შიგნით იწვევს განხეთქილებას. ბუნებრივიც არის. მაგრამ ამავდროულად ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მარტო დამოუკიდებლად თუ არ მიიღო, გარე კარნახით იქნა მიღებული. ეხლა ელოდებიან საბოლოო ჯამში გარედან რა მოხდება. რა მოხდება გარედან, ეს დამოკიდებული არის მათი აზრით, თუ რა მეგობარი აქტის და მაგვარი ანტიქართული დოკუმენტები ან განცხადებები იქნება მიღებული და ამის დამიხედვით მოახერხებენ თუ არა აქ ვითარების გარკვეულწილად ესკალაციას. მაგრამ თვითონაც გრძნობენ იმას, რომ დღეს უკვე ასეთი ქმედებებით ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესზე პირდაპირ ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია. ამიტომ ნაწილი ალბათ გადაწყვეტავს საბოლოო ჯამში, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და საერთოდ ბოლომდე არ გამარგინალდეს მათი პოლიტიკური პარტიები. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი პოლიტიკური პარტიებისა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აქაც მათი მერკანტილური მიზნები იქნება ჩადებული, იმიტომ რომ შიდა კონკურენციაც მიმდინარეობს, მიუხედავად გარე კოორდინაციისა, შიდა კონკურენციაც არსებობს, ხო? ამიტომ ზოგიერთ პარტიას შეიძლება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდეს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო, იმიტომ მათ ფაქტიურად თავისი პოლიტიკური კაპიტალი ესე გაანიავეს. ამიტომ მათ დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებას ურჩევნიათ თქვა და ამაყად დაიჭირონ თავი და თქვა რომ ჩვენ არანაირ ასე თქვა არჩევნებში და არანაირ ურთიერთობაში არალეგიტიმური როგორც თვითონ აცხადებენ ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში არ მივიღებთ და ამით რო იტყვიან თავისი სახე თითქოს და შეინარჩუნონ, იმიტომ მიციან რომ მათი რესურსი, პოლიტიკური რესურსი მიწურვადია და ამორჩეველიც ნაკლებად მისცემს მათ ხმას. აი ამ პროცესში არის დღეს ოპოზიცია, არჩევნები სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ მათთვის პირდაპირ ხელისუფლების არჩევა ხდება, ანუ თვითმმართველობა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად არის შეხებაში თითოეულ მოქალაქესთან და მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო ინსტიტუციონალური განვითარებაა, ეს არის ის უშუალო პროექტები, რომელიც მოქალაქეთა ცხოვრებას მკვეთრად აუმჯობესებს. დაწყებული საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალი, მომარაგება დენით, გაზით, მყარი ნარჩენების გატანა, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოტანა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ძველი სრული რეაბილიტაცია, სკოლები და უამრავი პროგრამა, პროექტი, რომელიც ადგილებზე ხორციელდება და ამას რაც არ უნდა იძახოს ახლა ოპოზიცია, მოსახლეობა ხედავს, აფასებს, გასაგებია რომ ყოველ ახალ გაკეთებულს კიდე ახალი მოსდევს, მაგრამ ამ პროცესსაც მოსახლეობა ხედავს. ამიტომ ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი არჩევნები მოსახლეობისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დაგვანახებს მოსახლეობის განწყობის ყველაზე ზუსტი ბარომეტრი იქნება ამ არჩევნების შედეგი. კი ბატონო.
თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ოპოზიციას საკუთარი მყარი დღის წესრიგი არ აქვს და გარედან კარნახით აწყობენ საკუთარ დღის წესრიგს. ოპოზიციურად განწყობილ ამ მრჩევლშიც კოორდინაციის პრობლემაა და სულ უფრო ხშირად ისმის, რომ არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ არსებობს. ამ ფონზე დაანონსებული აქვს 9 მაისის შეკრება. რას ემსახურება ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ? ეს არის მორიგი მობილიზება ამ მრჩევლების თუ რისი დემონსტრირება ხდება საკუთარი ელექტორატისთვის? იცით რა არის, რომ 9 აპრილი, 9 მაისი, 26 მაისი აქ ეს ყველაფერი იმდენად არა, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხისთვის ხდება გარე სპონსორებისათვის. რომ თქვენ რომ რაღაცა მეგობარი აქტი მიიღეთ, აი ჩვენ ამას როგორ სიხარულით გამოვეხმაურეთ. რა თქმა უნდა, ამიტომ ყველა ეს აქტიობა მიმართული არის აქეთკენ, რომ იქით იმ ასე ვთქვათ, გარე სპონსორებს უთხრან, რომ არ მოადუნოთ თქვენ გარედან ზეწოლა საქართველოს. იმიტომ ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ამ მარგინალური რადიკალური ოპოზიციისა არის გარე დახმარება. პოლიტიკური განცხადებების თუ ფინანსური, ასე ვთქვათ, დონაციების მხრივ. ამიტომ ეს ყველაფერი რეალურად კეთდება იმისათვის, რომ გარე ძალებს დაანახონ, რომ ისინი კიდევ ფეთქავენ და მათი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათი ამ, ასე ვთქვათ, აგენტურისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, გარედან ზეწოლა არ მოადუნოთო ამას თხოვენ და აქედან გამომდინარე ისტერია, რომელიც არსებობს თუნდაც მეგობარი აქტის მიღების შემდეგ, ახლა სენატში იგეგმება მისი დაჩქერებული წესით განხილვა. რისი მანიშნებელია თქვენთვის აი სანქციების შანტაჟი და როგორია მართული გუნდის პასუხი? ანუ ვინ ებრძვის ერთმანეთს საქართველოს გამოყენებით, როგორ ფიქრობთ? აქ არის ამოსავალი წერტილი ერთი რამ. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ყველა უნდა მდგარიყო ერთ წყობში და თავისი ეროვნული ინტერესები უნდა საერთოდ უკან წაიღო, აღმოჩნდა პატარა საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელმაც თქვა, რომ ამ შემთხვევაში მე დავიცავ ჩემ ეროვნულ ინტერესებს. მეორე ფრონტის გახსნა, რომელიც იყო რეალური მოთხოვნა, რეალური წაქეზება, რეალური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ხელისუფლებამ არ განახორციელა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც დღეს სრული გამარჯვებისთვის იბრძვის რუსეთზე, ის რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ საქართველოს ამის გამო უნდა დაისანჯოს. და დასჯის საუკეთესო მეთოდი არის ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩაერიენ ყველანაირად, ყველა წესი დაარღვიეს, შემდგომ მოაწყეს, ასე ვთქვათ, მცდელობა ფერადი რევოლუციისა, ახსოვს ეს ისტორია ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ ძალისხმევა ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ ომი უკრაინაში გრძელდება. ომს მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას დიდი მცდელობა ჰქონდა და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინა, ეს ომი ესე მარტივად არ სრულდება, როგორც ხედავთ. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში ეს თემა დღესაც აქტუალურია. უნებრივია აქტორები იცვლებიან, სიმძიმის ცენტრები გადაინაცვლებს ხოლმე, მაგრამ შინაარსობრივად ამით საქართველოსათვის არაფერი არ შეცვლა. ამიტომ აქ პრობლემა მთავარი აი გარკვეული აი ესეთი წრეებისათვის არის ის, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია განსხვავებული პოზიციის დაკავება თავის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის მიუღებელი მათთვის. ამიტომ ცდილობენ ნებისმიერი გზით მათთვის სასარგებლო მარიონეტული რეჟიმი მოიყვანონ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის. აქ ლაპარაკი არ არის ქართულ ოცნებაზე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ რომ გავყოლოდით იმას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის იყო მოთხოვნილი, დღეს საქართველო არ იქნებოდა ეს ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე ისაუბრებდა. იქნებოდა ქვეყანა, რომელიც იქნებოდა ამ ომით მთლიანად იავარქმნილი. კი ბატონო, გასაგებია რომ საქართველოს და ის რომ ჩვენ რუსის ტანკი არ შემოუშვით საქართველოში, თურმე ამიტომ ვართ პრორუსები.
ნახეთ, საქართველოს ვეთანხმებით, რომ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი და ამის გამო გაბრაზდა დასავლეთი წყალებში. მაგრამ ლობისტები ფაქტობრივად მოქმედებენ უნისონში. ვგულისხმობ იმას, რომ ესტონეთმა, როგორც ვიცით, დიპლომატიურ პასპორტებს შეუჩერა უვიზო მიმოსვლა. დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის გააუქმა უვიზო რეჟიმი. როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პოზიციონირება ამ კუთხით? გასაგებია რომ საკუთარ სიმართლეს ვამტკიცებთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს როგორ იმოქმედებს ზოგადად ორმხრივ ურთიერთობაზე იგივე ევროკავშირთან, იგივე შეერთებულ შტატებთან. ნახეთ რა ხდება. აქ ჩვენ გვაქვს საქმე პროპაგანდისტულ, ასე ვთქვათ, ნაბიჯებთან. ანუ მათი მიზანი რა არის? ამ არჩევნების წინ, რომელიც თვითმმართველობას უკავშირდება, სიტუაციის ესკალაცია. რომ ორი მიმართულებით წავიდეს, ან საერთოდ არჩევნები არ შედგეს და ამით თქვან რომ დემოკრატიის უკუსვლა არის, ან არჩევნებისზე ზეგავლენა მოახდინონ. ეხლა ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 3-4 თვის წინ მიიღო. ამიტომ ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იქ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებდა. ამის ახლიდან მიღება არ იყო საჭირო, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა თემა მუდმივად კონდეთ საქართველოს ეს პოლიტიკური ნაბიჯია, დემონსტრაციულად გააკეთეს ეს ყველაფერი. ცეცხლზე შემომდგარი საქართველოს რომ მუდმივად ცეცხლზე ყავდეთ შემოდგმული, ამ განცხადებებს აკეთებს. ეხლა ლიტვა გააკეთებს ალბათ რომელიღაცა ბალტიის პირველი ქვეყანა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პროცესი ჩვენთვის უკვე როიტყვიან ერთგვარი იმუნიტეტი აქვს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც ამის მიმართ გამომუშავებული. სამწუხარო არის, მაგრამ ესია. ხა როგორ შეიცვლება ხო მოვლენები? შეიცვლება ძალიან სწრაფად, როდესაც ამის გეოპოლიტიკური საჭიროება აღარ იქნება. ეხლა თქვენ მოგეხსენება, თქვენ თუ წაიკითხავთ პირობითად ვამბობ, ევროკავშირის დამოკიდებულებას და ეუთოს და დასკვნებს აზერბაიჯანში ჩატარებულ ამა თუ იმ არჩევნებთან დაკავშირებით და აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეიძლება თმები ყალზე დაგდგომოდათ. მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ მათ აზერბაიჯანი სჭირდებათ ენერგორესურსებისათვის შუა აზიიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის, მაშინვე ვიზიტზე აქვთ ხო აზერბაიჯანში და საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითებს აჩვენებენ. ამიტომ აქ არავინ არ დაგიდებს შენ რეალური დემოკრატია როგორი გააქვს, რეალური, ასე ვთქვათ, რეფორმები როგორია, რეალური მაჩვენებელი როგორია. რა უნდათ ეგ არის მათთვის თავარი. დღეს უნდათ შენგან სვერპლი მოგიწოდებენ აკეთეთ. ენდომება თანამშრომლობა უცბად აღმოჩნდება, რომ თურმე საქართველოს ყველა მონაცემი რა კარგი აქვს და ამასთან თანამშრომლობის გაგრძელება შეიძლება. ისევე როგორც უთბად ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის შემდეგ საქართველოს რომელიც ლიდერი იყო ყველაფერში, გახდა ცუდი ყველაფერში. იმიტომ რომ არ გაყვა იმ ნარატივებს, რა ნარატივებიც მათ ჭირდებოდათ. იმიტომ რომ საქართველოში თურმე ხელისუფლებამ და ხალხმა თქვა, რომ უცხოური დაფინანსება ხო, უნდა იყოს გამჭვირვალე. არა, თურმე რატო არ უნდათ ეს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა? იმიტომ რომ ამ უცხოური დაფინანსებით თურმე ანტიქართული საქმეების კეთებისთვის ხდებოდა უკანონოდ ფულის გადმოქაჩვა. ამიტომ არ უნდათ თორე. როგორ შეიძლება რომელიმე ევროპელმა თქვას, რომ გამჭვირვალობის გარეშე შეიძლება რაღაცა პროექტი ფინანსდებოდეს. ეს ხო მთლიანად ევროპის არსის საწინააღმდეგო განცხადებაა. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ევროპელებისგან ამასაც ხმამაღლა ნათქვამს ჩვენ გვესმის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში საუბრობდა ირაკლი ქადაგიშვილი, თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ეხლა კი მივესალმებით ჩვენ